ერთხელ იესომ გაიარა ნათესებში შაბათ დღეს. ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების შნეტა და ჭამა. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას. აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, დის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება. მან კი უთხრა მათ. ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს. როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას ეჭმეოდა და არც მის მხლებლებს, მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს ეჭმეოდათ. ან და არა მოგეკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არ ღვევენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. თქვენ რომ გწოდნოდათ, რას ნიშნავს წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. ვინაიდან შაბათის უფალი. კაცის ძეა. იქიდან წასული მივიდა მათ სინაგოგაში. აჰა, იქ იყო ხელგამხმარი კაცი და კითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. შეიძლება თუ არა განკურნება შაბათობით? ხოლო მან უთხრა მათ. რომელმე თქვენთაგანს ერთი ცხვარი რომ ყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე. ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება. მაშინ უთხრა იმ კაცს. გაიწოდე შენი ხელი. მანაც გაიწოდა და ისევე საღი გახდა, როგორც მეორე. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათფირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა და აუგზალა მათ ამის გახმაურება, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს. აჰა მსახური ჩემი, რომელიც მიამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა, ჩემ სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს, არ იდავებს და არ იყვირებს და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მჟუტავ პატროქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს და მის სახელს მიანდობიან ხალხები.